საზოგადოების ჯანდაცვის დოქტორი, რომელიც დღეს აი რაღაცნაირად მეტნაკლებად პოპულარულ ენაზე შეცდება რომ აგვიხსნას რომ თამაში არ შეიძლება ფსიქიატრიულ დიაგნოზებთან და ზოგადად გამარჯობა. გავარკვევთ რა არის OCD. ამ ბოლო დროს ჩემი შვილი 20 წლის არის მოზარდია, მას ძალიან ბევრი მეგობრები ყავს და ასე ჭორაობენ ხოლმე. ვაიმე, მე მგონი OCD მაქვს. მე მგონი ის მაქვს. მე მგონი ის მაქვს. ანუ რა არის ეს? გამარჯობა, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მეც მადლობას მოგახსენებთ, ასე საინტერესო თემაზე დაპატიჟებთ. კი, ძალიან საინტერესო თემაა. კი, საფრთხილო თემა არის, იმიტომ რომ ამაზე არ საუბრობდით ჯერ, მე თითქოს გადამეტებულად დავიწყეთ საუბარი და ახლა გვიჭირს რაღაცნაირად დეფინიცია გავაკეთოთ რთული დიაგნოზებისა და ვთქვათ მდგომარეობის, რომელიც შესაძლებელია დამანგრეველი არ იყოს ადამიანისთვის. OCD, რომელიც ყველაზე ხშირად მესმის ამ ბოლო დროს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა. და როგორც ვიცი, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ეს დიაგნოზი. რა არის ჯერ, მოდი აქ შეიძლება მე თქონდეს და არ ვიცოდე, მართლა? ანუ ეს საკმაოდ საინტერესო დიაგნოზია, ფენომენი უпростоრად აკვიატება და არა მარტო OCD-ს, ანუ ობსესიურ-კომპულსიური დაავადების ფარგლებში ხდება, ის შეიძლება კომორბიდული ან თანხლები იყოს სხვადასხვა მაგალითად გუნებგანწყობის აშლილობებთან, ან შფოთით აშლილობებთან. რაც ასევე აქტუალურია ახლა ეს აშლილობები. ასევე ძალიან აქტუალურია. რაც შეეხება თვითონ ობსესიას, ჯერ პირველ რიგში უნდა გავიაზროთ რა არის ფენომენი ობსესია, იმიტომ რომ ანუ აკვიატება. ანუ ობსესია უდრის აკვიატებას, მარტივად რო ავხსნათ, ხო? ობსესია უდრის აკვიატებას. ეხლა ობსესია არის საერთაშორისო სახელი. ანუ ობსესია ეს არის აზრი, რომელიც პირველ რიგში მოდის ჩვენების გარეშე. ანუ არ გვინდა ამაზე ვიფიქროთ და მოდის ეს აზრი. ეს არის პირველი კრიტერიუმი. მეორე კრიტერიუმი, რაც ობსესიას ახასიათებს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის კრიტიკული დამოკიდებულება აღნიშნული აზრის მიმართ. ანუ ეს რო ჩავშალოთ კარგად და გავიაზროთ, რას გულისხმობს. ანუ ხშირად ობსესიური აზრი არის აბსურდული, არარელევანტური, არავალიდური და სრულიად შეუსაბამო ჩვენ რეალობასთან, მაგრამ ჩვენ უნდა გქონდეს ადეკვატური აღქმა. ანუ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს აზრი, ასე ვთქვათ, არ არის სწორი, არ არის მართებული. და მესამე კრიტერიუმი ეს არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ აზრი მოვიდა ჩვენების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხვდებით ამ აზრის აბსურდულობას, ჩვენ არ შეგვიძლია მისი მართვა. ანუ ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ნებით, ჩვენი ნებელობით აღარ ვიფიქროთ ამაზე. ანუ რამდენი ხანიც ჭყალებში სულს ობსესიას, იმდენი ხანი დარჩება ჩვენ ფიქრებში. შეიძლება იყოს წამები, წუთები, საათები და შეიძლება იყოს ანუ შესაძლებელია ხო ერთი აზრი ამეკვიატოს და თვეების განმავლობაში დამანგრიოს ამ აზრმა. ეგ არის ხო ობსესია? მაგალითად რაღაცა დაავადების აკვიატება რაღაც ხო არ მჭირს. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ კრიტიკულები ვართ, იმიტომ რომ მივდივართ ექიმთან, ანუ ანალიზებს ვიკეთებთ და არის როცა რაციონალური, ანუ შეფასებას ვახდენთ, რომ არ გვაქვს, მაგრამ აკვიატების ძალა იმდენად ძლიერია, რომ ის კიდე გვიბიძგებს, რომ დამატებით ქმედებები ვაკეთოთ. ან მაგალითად ცუდად გახდომის შიში. ეს ძალიან ხშირია ამ ბოლო დროს. ეს ძალიან ხშირია, კი. კარგად ხარ და ვაიმე ხა ცუდად გავხარ. ცუდად უნდა გავხდე, კი. რომელიც ძირითადად უკავშირდება ხოლმე რაღაცა ისეთ მოვლენას, როდესაც ადამიანი რეალურად ცუდად ხდება. მაგალითად, სიცხეში დაუვარდა წნევა, ან ქონდა პანიკური შეტევა, ან რაღაცა სხვა გარემოებების გამო ცუდად იგრძნო თავი. და მე აი აქ არის ხოლმე დიფერენცირება, რა არის პანიკური შეტევა, რეალურად პანიკური შეტევა და რა არის პანიკური შეტევის ობსესიური შიში, ანუ აკვიატებული შიში. ანუ როდესაც ასეთ შეტევას, ცუდ მდგომარეობას ადამიანი გადაიტანს, იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ აკვიატებისკენ მიდრეკილება, უკვე მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან კარგად, შემდგომ საათებში ან დღეებში ან თვეების განმავლობაში, ეს აკვიატება მუდმივად ტრიალებს მათ თავში, ანუ წინასწარ ფიქრობენ იმაზე, რომ ვაიმე ცუდად არ გავხდე. ეს განწყობას იქმნი, რომ შესაძლებელია სულ პანიკაში ხარ, ხო ამიტომ? შეიძლება ეს უკავშირდებოდეს რაღაც კონკრეტულ, თქვათ, ადგილზე ჩდებოდეს ეს აზრი, მაგალითად ძალიან ხშირია საცობში, ხალხმრავლობაში, ან სულად ქუჩაში უბრალოდ გასვლისას. ან შეიძლება აი ამ ცუდად გახდომის შიშის გამო ხოლმე ხშირად რომ ადამიანებს ისეთ ადგილებში გადაადგილება უჭირთ, სადაც პირობითად წინასწარ ხო ფიქრობენ, ცუდად არ გავხდეს, სადაც ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისების იქნება ნაკლები. მაგალითად, სადაც ვერ გამოიძახებს სასტრაფოს ან ახლომდებარე ამ სამედიცინო დაწესებულება არ შეიძლება ესე ძირითადად არის ქალაქგარეთ და ამიტომ ძალიან ხშირად ქალაქგარეთ ვერ გადიან ხოლმე ასეთი აკვიატებული შემთ ადამიანები. მაგრამ მიზეზები არსებობს ამის გამო
მომწვევი, აი რა იწვევს ამას? საიდან მოდის არა ეს თავი ფიქრები. ზოგადად აი როგორი ფსიქოლოგიის ადამიანებს ემართებათ ძირითადად? ანუ ადამიანებს რომელსაც აკვიატებისკენ მიდრეკილება ეს არის ძალიან სპეციფიური ანუ აკვიატება ბუნებრივია იწევს სპორტშის მოგვიანებით ხანგრძლივმა აკვიატებამ შეიძლება გამოიწვიოს უხალისობა, დეპრესია, მძიმე დეპრესიაც კი, მაგრამ თვითონ ფენომენი აკვიატების ეს არის დამოუკიდებელი ფენომენი და ადამიანს უნდა ქონდეს გარკვეული მიდრეკილება, მზაობა იმისათვის, რომ ეს აკვიატება, რომელიც შეიძლება ჩვენ გქონდეს მიდრეკილება, მაგრამ იყოს კაფსულირებული და რაღაცა მინიმალური რეგისტრით ვლინდებოდეს ცხოვრების განმავლობაში, რაღაცა კონკრეტულმა ტრიგერმა, ანუ სტრესულმა ფაქტორმა შეიძლება ის ასე ვთქვათ ვულკანივით გაამწვავოს, ამოხეთქოს და მე უკვე ძალიან სერიოზულ დისკომფორტს იქნეს და ეგრეთ წოდებულ დისკომფორტი არის კი, ნამდვილად არის, მაგრამ იცით რა, არის რაღაცა ისეთი კითხვარი ძალიან მარტივი, რითიც შეიძლება მე თვითონ დავადგინო, რომ მე ობსესიური კომპულსია, ანუ აშლილობა მაქვს და შემდეგ აი რაღაცნაირად ვეცადო, რომ ვმართო ჩემი ფიქრი, იმიტომ რომ ეკიმთან მისვლა დღეს შესაძლებელია ბევრისთვის ფუფუნებაა და შესაძლებელია არის რაღაცა კითხვარი ისეთი, რომელიც მე პირადად დამამშვიდებს, როგორც ობსესიურ კომპულსიური აშლილობის მქონე პირს. კითხვარი რა თქმა უნდა არის კითხვარები, რომლებიც ესე იგი პირდაპირ ხელმისაწვდომია უფასო ონლაინ სივრცეში არსებობს შესაბამისად უფრო აკადემიური კითხვარები, რომლებიც უფრო სპეციალისტებისთვის არის გარკვეული კვლევებისთვის და სამეცნიერო მიმართულებისთვის გათვლილი შედარებით დეტალური კითხვარებია. იცით რა არის? აი სამი კრიტერიუმი, რაზეც მე ვისაუბრე. ანუ ჩვენ არ უნდა დავუსვათ ჩვენ თავს დიაგნოზი. პირველ რიგში. ხო, არ არის. ჩვენ შეიძლება რა თქმა უნდა წავიკითხოთ რაღაცა, უნდა ქონდეს ინფორმაცია გარკვეულწილად თუ და ჩამოყალიბდეთ, მაგრამ დიაგნოზის დასმა ეს არის სულად ექიმის კომპეტენცია. მეორე დიაგნოზი არ არის, დიაგნოზი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ დიაგნოზი არ არის პაციენტისთვის გადამწყვეტი და მთავარი, იმიტომ რომ ადამიანისთვის, რომელსაც აქვს ნებისმიერი ჯანმრთელობის პრობლემა, მათ შორის ფსიქიკური და მათ შორის ობსესია, მისთვის მთავარი არის ის, რომ მან თავი გრძნოს კარგად. ანუ ამ პრობლემისგან დაძლიოს, განიკურნოს ამ პრობლემისგან და ისევ გააგრძელოს შვიდად. განკურნებადია OCD. იცით რა, მედიცინაში ზოგადად სიტყვა ზოგადად განკურნება ძალიან ფარდობითი და პირობითია. ჩვენთვის კარგად ნაცნობი დაავადებები, თქვათ გასტრიტი, რაღაცა, თქვათ იგივე თვალის გარსის ანთება, ან ყელი, მაგრამ ჩვენ ხშირად გვითქვია რა ის სუსტი ყელი მაქვს, სუსტი ფილტვები გაქვს. ანუ ამაზეა საუბარი. ჩვენ თუ რაღაცა სისტემის ორგანოს ან ფსიქიკის რომელიღაცა კუთხით მიმართულებით გვაქვს გარკვეული მიდრეკილება, რომ შფოთვა ადვილად გამოვითაროთ, დეპრესია ადვილად გამოვითაროთ, ბუნებრივია ხელახლა დაავადების აღმოცენების რისკი, ანუ შესაბამისად მაღალია, მაგრამ ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორც შინაგან ფაქტორებზე, სწორკურნალობაზე, სწორმართვაზე, სწორ ფსიქოთერაპიაზე და ასევე გარე ფაქტორებზე, რომელიც ხშირად ჩვენი მმართველობის მიღმა და ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ჩვენზე დამოკიდებული არ არის. აი მე პირადად არ ვიცი რამდენად სწორად ვიქცევი, შეიძლება დავეხმარო ვიღაცა შეიძლება პირიქით. ხო, დაინტერესებს შენი მაგალითი. ხო, აი მე პირადად იმდენად ჩემზე საცობით სუდათ მოქმედეს, აი მართლა გამოვდივარ წყობიდან. ამიტომ უარი ვთქვი მანქანაზე მხოლოდ შაბათ კვირას გამომყავს და შუა კვირაში ვცდილობ რომ ნერვები აღარ ავიშალო და აღარ ავიკვიატო და აღარ გამოვიდე წყობიდან. ეს სწორი დამოკიდებულებაა, ვთქვათ, ჩემი კონკრეტული აკვიატების მიმართ. გამოვიდე წყობიდან, ანუ ბრაზდები შენ. ძალიან ბრაზდები და კონტროლს კარგავ. მართლა კონტროლს აკვიატებული აზრი მაქვს რომ ეხა უნდა ყოველას მანქანის ტარება ვასწავლო, ყოველას ვასწავლო ცინციმა ჩართოს, რა უბედურებაა, რა არა აი ეს მე მანგრევს. ამიტომ უარი ვთქვი მანქანაზე და გამომყავს შაბათ კვირას. სწორია ეს დამოკიდებულება, ვთქვა. ანუ მეტაბზე სადა პრობლემა მოგვარებელია, ანუ პრინციპში სხვა ალტერნატივა ალბათ არ არის, მაგრამ პრობლემა დაძლევადია დიახ. ანუ მაინც სწორად მოვიქეცი. აუცილებლად უნდა ვთქვა. მე მაინტერესებს აი რამდენი ტიპის აკვიატება არსებობს? ძალიან ბევრი. ანუ არსებობს აკვიატებები, რომლებიც განსაკუთრებით ხშირად ხდება და ორი მათგანი ჩვენი საუბრის დროს მოვიყვანი არის სისუფთავესთან დაკავშირებით. სისუფთავესთან, აი წესრიგთან დაკავშირებით, აი სიმეტრია, ვთქვათ, იდეალურად ნივთები ჩვენს სამუშაო მაგიდაზე ან სახში უნდა იყოს მოწესრიგებული, არის ციფრებთან დაკავშირებული აკვიატებები, როდესაც ადამიანს პირობითად აქვს აკვიატებული 3 ან 5 ციფრი და ძალიან ბევრ ამას უკავშირებს აი ამას რაღაც. მაგას მე ვაკეთებ და ეს წყლის დალევისას მაგალითად 8 ყუპი თუ დამელი არ მომწონს, 9 უნდა დავლიო ან 7. ეს არის ჩვეულებრივი OCD, ხო, ტესტი არის ესეთი. თქვენ მე დამისვით ერთხელ დიაგნოზი და ამიტომ ახსოვს. აუცილებლად უნდა ვთქვა ჩემიც, რაც შეეხება საცობს. საერთოდ არ მაღელვებს, დავაგვიანო, გავჩერდი, ვდგევარ, ხო არ მოვკვდი.
შენ ჩვენ საუბარი გვაქვს არა, საპირისპიროსაც გეტყვი. ნახე, ნანიკო მამეცადინებს ხოლმე სანამ შემოვალთ. თვლა, კიბეების თვლა, ფილების თვლა. ესეთ ერის წინ უთხარ. ხო, და ეხლა გეტყვით რაშია საქმე. ერთი სულ ვითვლიდი კიბეებს. საფეხურებს ხო? საფეხურებს სულ ზოლებზე არ გავდი თუ ცდილობდი რომ არ დაგედგა გადაგმაზე. სწორად. ნახეთ როგორი ორი ოსიდი ზოა. ნახეთ და რას მივხვდი მე ერთხელ 16 სართულია ფეხით ავედი და ვიფიქრე ამ თulis დროს მე ხო აღარაფერზე აღარ ვფიქრობდი და ვიფიქრე რომ მე ვიმკურნალე ახლა რომ გათიშული ვიყავი მთელი სამყაროსგან და ვითვლიდი ისე მომეწონა რომ ვითვლიდი სხვათა შორის 9 კლუბი წყალი ეს არის ფსიქოთერაპევტებს აქვს ესეთი მეთოდი რომ კლუბობით და რო ითვლი ეს არის ძალიან კარგი და სულ ვითვლი და არაზოს არ ახლა მე შეიძლება მეც დავიწყო დათვლა ამის მერე რა გინდა ანუ ეს ქმედებები რაც თქვენ საუბრობთ ეს არის უკვე კომპულსია ანუ ეს არის ჩვენს მიერ შექმნილი რიტუალი რომელთაც ვაკეთებთ ნეიტრალიზებას ანუ გაუვნებელყოფას უკეთებთ ობსესიას. აი მართლა, ეს შენი მოგონილი ხიკი არ მოვერიოთ ყურადღება გადამა რაღაცას. აი ჯამა ყველაზე მარტივი მაგალითია გადამოწვევა. ანუ არის ესე ძალიან ხშირი ობსესია, ეს არის როდესაც ჩვენ გონია რომ რაღაცა არ გავაკეთეთ პირობითად არ დავკეთეთ მანქანა ასახის. უთო არ გამორთემ. ანუ უთო ან ასე შემდეგ სხვა ელექტროხელსაწყო და ასე შემდეგ. და ამას ვამოწმებთ. ანუ ყურეთ სად არის აქ ობსესიის ნაწილი და სად არის ანუ კომპულსია, რომელიც ჩვენს მიერ დაგეგმილი ქმედებაა, რომ ობსესია გავანეიტრალოთ. ანუ ობსესია არის როდესაც ფიქრი, მარტო ფიქრი, რომელიც გეუბნება რომ ხომ არ დაგჭა. ანუ ჩვენ რეალურად ვიცით, რომ სულ 10 წამი გავიდა, რაც კარები გადავკეტეთ, მაგრამ აკვიატება იმდენად ძლიერია, რომ აი ამ ჩვენ მეხსიერებასაც კი ასე ვთქვათ ნაწილობრივ თქუნავს და მაინც გეუბნება რომ იქნებ არ დაკეთე. და ის მისვლა უკვე და გადამოწოება ეს არის კომპულსია. რაღაცა რაოდენობით რაღაცის გაკეთება ჩვენ სრულწმენებზე რო საუბრობთ ეგეც კომპულსიაა. მარჯვენა ფეხით ავდგე რაღაცა. ეგეთები ხო ვიცი მე. გადავდგა პირველი ფეხი. მაგრამ ეს ხო არ გვიშლის ჩვენს ცხოვრებაში. ამაშია საქმე, აი რაზეც რაზეც საუბრობდი ზუსტად ეგ არის. ანუ რაღაცა ფენომენს რო აღწერთ ეს ყოველთვის არნიშნავს დიაგნოზს. და აი აქ არის ხომ შეცდომა, როდესაც ჩვენს მიერ მოძიებულ ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ შეიძლება ჰიპერდიაგნოსტიკა მოვახდინოთ. ანუ თუ ობსესია არის როგორც ფენომენი იმ ფარგლებში გამოხატული, როდესაც ან საერთოდ არ გვიქმნის პრობლემას, ან პრობლემას, ან დისკომფორტს გვიქმნის მინიმალურს, მაშინ ბუნებრივია ამას რაიმე ჩარევა და რაიმე კონტრონიზება არ ჭირდება. მაგრამ როდესაც აკვიატების რეგისტრი იმატებს და იწვევს შფოთვას, დაძაბულობას, ან შფოთვის და დაძაბულობის გარდა ჩვეულებრივად ჩვენ სოციალურ ფუნქციონირებაში გვიძლის პირობითად თუ ჩვენ ბრუნდებით და 50-ჯერ ვამოწევთ კარგად. მე ბრუნდები ხოლმე. შეიძლება ამას სამსახურში დავაგვიაროთ, ხო, ან გაართულოს რაღაც. ან თქვათ იგივე საცობის შიშის გამო სადღაც დროულად ვერ მივიდეთ, იმიტომ რომ ალტერნატიული ტრანსპორტი დაგჭირდეს. თუ ეს უკვე სოციალურ გარდა ფსიქიკური დისკომფორტისა იჭრება ჩვენ სოციალურ ცხოვრებაში და გვიქმნის პრობლემას, მაშინ ბუნებრივია რომ ამას ჭირდება ჩარევა, კონტრქმედება და პრობლემას ჭირდება დაალაგება და მოგვარება. და მაშინ ერთი კითხვა ასეთი. ამ ბოლო დროს მართლა სულ მესმისა OCD, მაგ ექიმთან ვიყავ ფსიქიატრთან OCD-ს. რატომ გახდა ეს ტიპი პოპულარული მაშინ ეს OCD და რატო ლაპარაკობს ყველა მუზარდი, რომ მე OCD მაქვს. თითქოს მოსწონთ, რომ მათ OCD. ანუ არ მიდიან ექიმთან და ისე საუბრობენ, ანუ ბიპოლარული ზარნადუს მოდაშია. საერთოდ როგორი მძიმე. მე დამიჯერეთ საუკუნეზე მეტია არ იყო ესეთი რაღაცა სახელი არ იყო უბრალოდ სახელი არ არა მაგრამ ნუ აი და ფსიქიატრია იყო დარგი რომელსაც არ ვეხებოდით მოდი ამაზეც ვცხოვრობ ძალიან გაურბოდით და ძალიან კარგია სხვა შორის საქართველოში სტიგმის ხრივ შეიძლება ვთქვათ რომ ძალიან კარგი მდგომარეობაა იმიტომ რომ გაცილებით მაღალია მე მინდა გითხრათ ბევრ დასავლურ ევროპულ ქვეყანაში ხო მაგრამ რეგიონებში უფრო ნაკლებია სტიგმა კი თუ მეტია პირიქით მეტი ალბათ არა რეგიონებში უფრო ვაი სახელს ვერ ამბობ თქვი შენ რა სახელს OCD
OCD უფრო ნაკლებია ვიდრე ქალაქში. რა იცი, ასე ხელახებით როგორ შეიძლება თქვა? ვიცი, ნამდვილად ვიცი. არავინ არ იცი. არ ვიცი, მაშინ დაუბრუნდეთ ისე დიაგნოზებს რო დაუბრუნდეთ. ხო, აი დიაგნოზები. ალბათ ჯობია, ანუ ეს ჰიპერდიაგნოსტიკა აშკარად და ახლა ჩემთან მომართული ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდები არის ძალიან ხშირად საუბარი ამ დიაგნოზეს არის ბორდერლაინ ან მოსაზღვრე პერსონალიზმი. აშლილობა ეს არის ბიპოლარი და ეს არის ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და როგორც წესი უმეტეს შემთხვევაში ამ დაავადებებთან საქმე არ გვაქვს ხოლმე. შეიძლება ობსესიურობა იყოს ფენომენი ან არსებობს კიდე უბრალოდ ხასიათი ობსესიური და არსებობს კიდე ხასიათის პათოლოგია, ანუ ამას ქვია OCPD, ანუ ობსესიური ხასიათის აშლილობა. და ეს ყველაფერი ძალიან გავს ერთმანეთს, ამიტომ ზუსტად კვალიფიციურად შეფასება ამ პრობლემის მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ესახება ბიპოლარს. ანუ აი ბიპოლარი მაქვს, იმიტომ რომ ძალიან მოსწონთ ეს მოზაარს. კითხავთ რომ გაწყობა იცვლება ხან კარგ ხასიათზე ორ ხან ცუდ ხასიათზე და სრულ დიაგნოზია ხომ რეალურად პარალელი არ არის ესეთი ხელწამოსაკრავი. ნამდვილად ძალიან ან დეპრესია არ არის ხელწამოსაკრავი, არა? თამი დეპრესია მაქვს ისე მარტივად იტყვია ხოლმე რომ მე პირადად გული მისკდება. არ არის აშშია, კარგია. ერთი შეკითხვა მაქვს, აი სულ მინდა ვიკითხო ესეთი რამ. ქირურგი მიდის ქირურგთან, როცა რა მიაწუხებს. ხო, უცალილო გტკივა მიდიხარ გასტროენტეროლოგთან, თბილი გტკივა სტომატოლოგთან. სპეციალისტი. აი ფსიქიატრები თუ მიდიან ხოლმე ფსიქიატრ, თუ ჭირდებათ. ალბათ კი. ადამიანები რომ კი ჩვეულებრივად დადიან ფსიქიატრებსაც და ფსიქოლოგებსაც, ყავს თავის ფსიქოლოგები და ფსიქიატრები. არა. ალბათ კი, რა თქმა უნდა. ეს ეს ისეთივე დაავადება, ეს სტიგმაზე რო საუბრობდით, ამას მინდა ხაზი გაუსვა, ანუ ზოგადად ჯანმრთელობის პრობლემა არის სტიგმატიზირებული, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად არ მივდივართ არა მარტო ფსიქიატრთან, თქვა სტომატოლოგთან, ერთადერთი ალბათ კარდიოლოგებთან ყველაზე ადვილად ვიდის. გული ყველაზე მეტად გვაშინებს საკონფას. კი, ზუსტად. მაგრამ ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები, ანუ გაცილებით მაღალ სტიგმატიზირებას და რატომ და იქ ხდება ანუ ეგრეთ წოდებული კოგნიტიური შეცდომა, რომელიც იწევს ამ სტიგმას. ანუ ჩვენთვის ფსიქიკური ნებისმიერი პრობლემა უფრო მეტად ასოცირებული არის პიროვნებასთან. ანუ მე თუ კუჭი მაწუხებს კი პირობითად გუგას ხარულიძეს მაწუხებს, მაგრამ გუგას ხარულიძეს როგორც პიროვნებას კი არა, გუგას სხეულს აწუხებს. ანუ გუგას კუჭი აწუხებს. გუგას სხეულს აწუხებს კუჭი. აი, როდესაც ჩვენ ფსიქიკური პრობლემა გვაქვს, ამას ვაკეთებთ დაკავშირებას და იდენტიფიცირებას, რომ ეს არის ჩემი პიროვნული ხარვეზი ასისუსტე. ხო, ასოცირება ხდება პიროვნებასთან. და უკვე პიროვნული სისუსტის და ხარვეზის აღიარება და მასთან ბრძოლა გაცილებით ძნელია. ამ დროს არანაირი კავშირი ამას ჩვენ პიროვნულ სიძლიერესთან არ აქვს. ეს არის ჩვეულებრივი დაავადება, რომელიც დაკავშირებულია გარკვეულ ანატომიურ, ფიზიოლოგიურ თუ მორფოლოგიურ პრობლემებთან, კერძოდ თავის ტვინში. იქ ხდება ეს ქიმიური პროცესების, ასე ვთქვათ, მოშლა, არასათანადოდ მუშაობა, რომელიც იწვევს ამ კონკრეტულ სიმპტომებს. და პირიქით მე შევეცდები რაღაც ეს სტიგმატიზაციისთვის გამოვიყვანო თქვენი შესანიშნავი გადაცემა და თქვა, რომ ზუსტად პიროვნების სიძლიერე სისუსტე ის კი არ არის, როდესაც ჩვენ გვაქვს დაავადება OCD, ბიპოლარი, დეპრესია, შფოთიაშილობა, ან გაცილებით უფრო მძიმე დაავადებები, არამედ პიროვნების სისუსტე არის, როდესაც არ ვაღიარებთ პრობლემას და არ ვიძვით მოსაგვარებლად. როდესაც ჩვენ ნებისმიერ პრობლემას, ჯანმრთელობის იქნება სოციალური თუ ნებისმიერი უსწორებ თვალს არ ვემალებით სირაქლემას პოზაში და ვიბჯვით მის მოსაგვარებლად, ეს არის ზუსტად პიროვნული სიძლიერე. ნამდვილად. მაგრამ რა მაინტერესებს, იცით, როცა ჩვენ ვიცით, რომ არ უნდა მივირთვათ ისეთი საჭმელი, რომელიც კუჭს გაგვღიაზიანებს ან ნაღველს დააზიანებს, თუ არსებობს რამე ისეთი პრევენცია, რომ როგორ უნდა ვიფიქროთ რა. ანუ ფსიქიკას რო გაუფრთხილდეთ. ხო, აი რომ გაუფრთხილდეთ, ან ჯანმრთელი რო შეგვიძლია. ისეთ შემთხვევაში თუ რაღაცა დაგვემართება, აი როგორ უშველოთ უცბად თავს, აი უნდა მიხვიდე სანამ მიხვალ გზაში ხო ჭირდება რაღაც რესურსი. ხო, ანუ ჩვენ ესე პროგრამირების დონეზე რობოტები საბედნიეროდ არ შეგვიძლია ადამიანებს
towards evoluția სხვა ეტაპზე განვითარების ანუ ჩვენ იდეალურად რაღაცებს ჩარჩოებს ცხოვრება არ შეგვიძლია ამიტომაც არის ადამიანების ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო ნამდვილად. და აი მინდა გავიხსენო ძალიან ბევრი წლის წინ მართლაც უდად ვიყავი, უბრალოდ არ ვიცოდი რომ ფსიქიატრი იყო ჩემთვის იმ წუთას შველა. და ჩემო კოლეგა მია ფარულავა იმ დროს მითხრეს ჩამხედა თვალებში და დროზე ფსიქიატრთან. ძალიან კაცრად მითხრა. და იქ პირველად მივხვდი რომ მე მჭირდება პროფესიული დახმარება. არც ვიცოდი სად მივდიოდი, მომცა ნომერი მისამართი, იმდენად სულად ვიყავი. და რომ შევედი ვიკითხე რომ სად ვარ მეთქი და ძალიან ლამაზმა ქალბატონმა მითხრა, თქვენ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ხარ და პირველად მაპატიეთ ეხლა რას საგიჟეთში ვარ, თქვენ რომ პირველი ეს მომივიდა კიო. და იქ მივხვდი, მივიღე მოცემულობა, მე მივხვდი რომ მე ახლა მჭირდება ფსიქიატრის დახმარება, მე 2 წელი ვიმკურნალე და რა ვიცი ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს გადაკვეთა მოხდა ჩემს ცხოვრებაში ფსიქიატრთან. შემთხვევაში იყო ის რომ მე ვაპროტესტებდი ამას, როდესაც მართლა ძალიან ცუდად ვიყავი. ვერ ხვდებოდი. ანუ მე ხომ კი ვიცოდი რომ ძალიან ცუდად ვარ, მაგრამ როდესაც მეუბნებოდნენ იცი რა რუსკა შენ აუცილებლად უნდა მიხვიდე ექიმთან, აუცილებლად უნდა მიხვიდე ფსიქოლოგთან, ფსიქიატრთან და ამაზე მქონდა საშინელი პროტესტი რომ რა სისულელია მე გიჟი კი არ ვარ და ამ დროს ძალიან ძიმე მდგომარეობა მაქვს და ფაქტიურად ჩემო მეგობარმა მარიამ სუჯაშვილმა ძალით ცემატყებით ანუ ნახე როგორ იმიტომ კი არა მე თვითონ კი არ მივედი იმ დასკვნამდე უნდა მივიდე არა ძალით მიმიყვანეს და მე უკვე მივხვდი რომ ეს მჭირდებოდა და მადლობა ამას ჩემ მეგობარს და ეხლა უკვე მე დავდივარ და ვკურნალობ დღემდე შეიძლება ასე ითქვას ძალიან დიდი მადლობა თქვენ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე რომ ვისაუბრეთ მე მგონია რომ ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ ძალიან ბევრ ადამიანს გავეცით პასუხი შეკითხვებზე ხო სწორია როდესაც თავს არ გრძნობ კარგად მიხვიდე ექიმთან და ეს არის ყველაზე სწორი და კარგი გამოსავალი. და როგორც უღრმესი მადლობა. სისუსტე არ არის აღიარება რომ დახმარე გჭირდება. პირიქით სიძლიერეა როდესაც აღიარებ რომ შენ დახმარება გჭირდება. მეც არა დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რეკლამაა ჩვენს ეთერში და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით სტუმრებთან ერთად არ გადავთოთ. გადაცემის წარმოდგენია ლაქტოჯი ფორტე. ლაქტოჯი ფორტე იმოგზაურა